გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას რუსთავის ადვოკატი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის მოქალაქეთა უფლებები სისხლის სამართლებრივი დევნის დროს. ჩვენი ტელეფონის ნომერი სტუდიაში არის 25 44 00. დაგვირეკეთ, შეგვეკითხეთ, გიპასუხებთ. დღეს გადაცემას წავიყვანთ მე და ჩემი კოლეგა, მე იოსებ შველიძე და ჩემი კოლეგა კობა კობიაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო კობა, ჩვენ მრავალი გადაცემა გავაკეთეთ უკვე და ძირითადად საუბრობდით, უმეტესად საუბრობდით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე, ასე რომ ვთქვათ. სამოქალაქო საქმეებზე და ადმინისტრაციულ საქმეებზე. თუმცა არის საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხება სისხლის სამართლებრივ საკითხებს და რომელიც ასევე საჭიროებო არის საზოგადოების. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. კი. აქედან და ამდაგვარად რაღაც კითხვები შევიმუშავეთ, შევადგინეთ და მე მინდა რომ თქვენთან ერთად ეს საკითხები გავიაროთ მოსახლეობასთან ერთად, მოქალაქეებთან ერთად და მაქსიმალურად ისე ამოვწუროთ ეს საკითხი, რომ მოქალაქეებისთვის გასაგები იყოს. უმთავრესად, როცა პოლიცია გვაჩერებს, რა უნდა ვქნათ, პოლიციას რა ვალდებულებები აქვს, ჩვენ რა ვალდებულებები გვაქვს, იმათი უფლებები, ჩვენი უფლებები, ეს დაკავება წინასწარი პატიმრობა. ხო, სანამ წინასწარ პატიმრობამდე და დაკავებამდე მივალთ, ქუჩაში გვინახავს ხშირად ჩვენი პატარა მოკლე კოლას გავაკეთებ ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული პოლიციელი გამოვივლიდა და იქ ქუჩაში ბირჟები იდგა რაღაც და ერთი იმის დაძახებულზე, ასე ვთქვათ, დაშალეთ ბირჟა, ასე ვთქვათ, ჭყალებში იშლებოდა ხალხი, ხო? არ იცოდნენ ხალხმა თავისი უფლებები არ იცოდნენ, არც პოლიციამ იმდენად რამდენადაც საჭირო იყო, შემდეგ უკვე თანამედროვეობაში რაც წამოვედით უკვე განვითარდა ქვეყანა და უფრო წინ წავედით სამართლებრივად, საერთაშორისო სამართალიც მეტნაკლებად შემოვიდა ჩვენთან და ჩვენც გავეცანით, ასე ვთქვათ, მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების სამართლის დარგებს. უფრო მეტად წამოიწია წინ ადამიანის უფლებებმა, ესე იგი, გვაჩერებს პოლიციელი და გვეკითხება, ესე იგი, ჯერ დავიწყოთ იქიდან აქვს თუ არა გაჩერების უფლება. ეს წესი ხშირად იცვლებოდა ხოლმე, პოლიციას რა თქმა უნდა ყოველთვის აქვს ადამიანი შეამოწმოს, ასე ვთქვათ, ამის უფლება. თუ არსებობს შემოწმებას გულისხმობენ ჩხრეკა რო ჩაუტაროს თორე ახლა ისე რომ პიროვნულად ქუჩაში ხო პიროვნულად რომ გამოკითხოს რომ ვინ არის რა უნდა და ასე ვთქვათ საით მიემართება ესეც აქედან დაწყებული და პლუს ამას რომ ჩაატაროს ჩხრეკა, ამისათვის უნდა არსებობდეს, როგორც ვიცით, გონივრული ეჭვი უნდა ქონდეს მას, რომ ხომ არ ჩაიდინა დანაშაული. ახლა ეს გონივრული ეჭვი შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს. იმიტომ რომ ანუ შეიძლება პოლიციას აქვს უფლება, აქვს ინფორმაცია არა, კანონი აძლევს იმის უფლებას, რომ თუნდაც არასწორად მოიქცეს ამ კანონის ლავირება მოახდინოს ისე რომ ვთქვათ, ვიღაცის ჯინი ჭირდეს და შეაწუხოს, ასე ვთქვათ, აი ნარკომანებს აწუხებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, სანამ ალბათ მე ცალკე განვიხილავთ ამ თემას, მაგრამ ნარკომანები ვინც არიან, ანუ ნარკოტიკული დანაშაულებები ვისაც აქვს ჩადენილი, ესეთ პიროვნებებს საკმაოდ შეზღუდული აქვთ, ასე ვთქვათ, გადაადგილების უფლება. ნებისმიერ დროს მათ იჭერენ, მიყავთ რა ქვია იმას, სადაც ანალიზებს უღებენ და ამოწმებენ იმაზე. მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ის სახელის გატეხვას ისე თავის გატეხვა ჯობია. ხო, რა ჯობია. თქმა უნდა. შეიძლება მე მყოლია კლიენტები, რომელიც იმყოფებოდნენ პირობით იმ მსჯავრის პირობებში, ანუ გარეთ იყვნენ, მსჯავრდებულები ათითვლებიან პირობით იმ მსჯავრის პირობებში, მაგრამ იხდიან პირობის სასჯელს. რომლებიც თითქმის ყოველ კვირას, ორ კვირაში ერთხელ დაყავდათ იმ დაწესებულებაში, ექსპერტიზაზე, სადაც უტარდებოდათ თუ დაიჭირეს და რა არის, იცით, სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, სხვადასხვა ისინი აქვს. ეს ცოტა მერე კარგი, შემდგომ გადავიდეთ. გაგვაჩერა პოლიციელმა და გვეუბნება, რომ თქვა თქვენი საბუთები აუცილებლად უნდა წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ჩვენ გვინახავს ისეთი მოქმედებებიც მოქალაქისა და პოლიციის მხრიდანაც, რომ აგრესიას იწვევს პოლიციის ასეთი ვთქვათ უსაფუძვლო გაჩერება პოლიციელი თუ ფორმა არ აცვია, შემიძლია მოვთხოვო. პირადობის მოწმობა, რა ქვია, სამსახურეობრივი მოწმობა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კი არა. თავის კურტკაში მაჩერებს რაღაც კურტკაში პიროვნება თქვენი საბუთები. მე იქით ალბათ შევეკითხები თქვენი საბუთები. ჯერ რა თქმა უნდა, მართალი იქნები, ჯერ ერთი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ პოლიციის ფორმაც რო ეცვას, უნდა წარმოგიდგეთ ჯერ ვინ არის, ვთქვათ, პოლიციის კაპიტანი, სახელი და გვარი. ვინ არის, საიდან იმყოფება, რას წარმოადგენს და თუ რისთვის რატომ გაჩერებთ და რატომ ზულდავს თქვენი გადაადგილების უფლებას. თუ არ აცვია ფორმა, არის ახლა სპეციალური სამსახურები და სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებს არ აცვიათ ფორმა, ასე ვთქვათ, და არც უნდა ეცვათ ფორმა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვეულებრივი კრიმინალური პოლიცია იქნება ეს თუ პატრულის თანამშრომელი, მათი ფორმის გარეშე სამსახურში ყოფნა დაუშვებელია და თუ რაღაც ანუ რაღაც მაინც განმასხვავებელი ნიშანი ტანსაცმელი უნდა ეცვათ. ფორმა, ის ფორმა, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პოლიციისთვის, ხო და თუ მოგთხოვეს წამობძანდით პოლიციის განყოფილებაში, თუ მოგთხოვეს რომ წამობძანდეთ პოლიციის განყოფილებაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუძალიანდეთ. იმიტომ რომ ეს არის პოლიციის ხო, იმან ხო არ იცის, იმას შეიძლება ინფორმაცია აქვს რაღაც, თუნდაც მცდარი, ხო. მე მოგიყვებით მარტივ მაგალითს, მე თვითონ შემემთხვა ამის წინ ერთი თვე არც იქნება. როდესაც მოვიდა ჩემთან, ახლა არ დავასახელებ ვინ იყო და რა იყო. ყოფილა პოლიციელი მაჩერებს და მეკაჩება ხელზე და რომ არ მქონოდა მე ადვოკატის ამადასტურებელი მოწმობა, რომელიც თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მეგონა რომ ან მაყაჩაღებს ან რაღაც დავიბენი პირველ ეტაპზე და ვეკითხები რა გნევავთ, ვინ ბრძანდებით. და საკმაოდ განერვიულებული ჩანდა. თურმე რაღაც მომხდარა, გაქცევიათ დამნაშავე. გამოვიდა ნეტყობა სახეზე ვიცნო რაღაც და ხო მე ახლა იქ რაღაც ჭუბი ამეტეხა თავიდან არ წარმოუდგენია თავი აი ეს იყო იმისი ასე ვთქვათ შეცდომა ალბათ შეიძლება როცა იმის გასამართლებლადაც ვიტყვი რომ როცა გაგექცევა ვთქვათ დამნაშავე იმას თავს ვერ წარუდგენ ალბათ ამ დევნის მომენტში შეიძლება დააკავო კიდეც მაგრამ აი როცა გააკავებს უკვე ამ დაკავების მომენტში ხო მაგ დროს უნდა გაგაცნოს შენი უფლებები თუ პოლიციაში რომ მეუბნება წამომყევი უკვე დაკავებული ვარ თუ პიროვნების შეიძლება პირადობა არ მქონდეს ან რაღაც ეჭვია თქვენ ხართ დაკავებული უნდა მითხრას ხო თქვენ ხართ დაკავებული აბა ისე ახლა სასეირნოდ ხო არ წაგიყვანეთ პოლიციაში წამომყევით პოლიციის განყოფილებაში თქვენ იმ დროისათვის ითვლებით ფაქტიურად დაკავებულად არა თავისუფლება ასე ვთქვათ აღკვეთილად არამედ დროებით აი იმ შეიძლება ესეც აგიყვანონ არ გქონდეთ პირადობის მოწმობა და გადასამოწმებლად აგიყვანონ მაგრამ ნებისმიერი თქვენი პრეტენზია ახმული იქნება როგორც პოლიციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება რომელიც სისხლის ადმინისტრაციული დანაშაულება რომელიც გააჩნია რა იქნება ხო თუ ახლა ჭუბი ატეხეთ იქ არა ჭუბი მოკლედ როცა მიბრძანდებით უკვე პოლიციის განყოფილებაში და გაირკვევა ყველაფერი ანუ კანონით ჯობია პოლიციას წინააღმდეგ არ გაუწიოთ მის საქმეების განხორციელებაში თქვენ ვალდებული ხართ პოლიციელის მოთხოვნას დაემორჩილოთ ახლა რა ხდება იმის შემდეგ ისინი განყოფილებაში მოხდა პიროვნება გიხდიან ბოდიშს თქვენ შეგიძლიათ მიუხედავად ამ ბოდიშისა, შეგეშინდათ, ინერვიულეთ, ხო? გამორიცხულია ეს. საქმე გაგიფუჭდათ, იქ ბიზნესის რაღაცა იყო თუ სასეინოთ მიდიოდით კინოში სეანს ვერ მიუსარით, ამისათვის შეგიძლიათ რა თქმა უნდა უჩივლოთ ამ თანამშრომელს. იმიტომ რომ ახლა შეცდომის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ყველას აქვს თავისა და თავის უფლებების დაცვის უფლებაც. ასევე რიგით მოქალაქეს. აი ესეთი და რო დაგვაკავ, ნუ კაი, ეს შეეშალა გაგუშვეს და ნუ თქვათ დაკავების მოქალაქე დააკავეს და როგორ არის იცით ადრე სანამ ჩვენი ახალი სისხლის სამართლის პროცესი შემოვიდო და ეს ბოლო 2 წელი რაც შემოვიდა შეიცვალა ასე ვთქვათ მანამდე და რა ის არის კანონში იცით ადამიანს როცა წაურუდგენენ ბრალს იქ თვლება ბრალდებულად ის
ანუ ავტომატურად, ხო გასაგებია ეს. ბრალს ვინ წარუდგენს? ბრალს წარუდგენს პოლიცია, პროკურატურა. პროკურატურა. დაკავებიდან რამდენ ხანში? დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში, მაგრამ რისი თქმა მინდა მე ბრალის საყენებამდე ადრე პირი ითვლებოდა როგორც ეჭვმიტანილი. მაგრამ ეხლა კანონში წერია რომ დაკავებისთანავე ითვლება პირი ბრალდებულად. ანუ მე თუ დამაკავეს და ბრალდებულად ვითვლები, მაშინ ბრალს მიყენებენ 48 საათის განმავლობაში, ხო? და ფაქტიურად 48 საათში წარგიდგენენ ბრალს, ბრალდებულს მიყენებ. მე თუ ბრალს მიყენებ თუნდაც 1 საათის შემდეგ, აი ამ 1 საათით ადრე კანონში რომ წერია. ანუ 1 საათი რა ვარ? ხო, 1 საათი რა ვარ, უკანონო პატიმარი ვარ, ანუ ეს ანუ მაშინ როგორც კი გაკავებდნენ ხარ ეჭვმიტანილი ბრალის საყენებამდე. თუნდაც 15 წუთი, თქვა. ხო, არა აქვს მნიშვნელობა. ხო და ეხლა წერია რომ ბრალი უნდა წაგიყენონ 48 საათში, მაგრამ ისიც წერია რომ დაკავებისთანავე ითვლება ადამიანი ბრალდებულად. ნუ ახლა ეს ურთიერთსაწინააღმდეგო. ხო, ეჭვიც რო აღეძრათ უსაფუძვლო ეჭვი, მაინც უკვე თუ მოკლედ იმ პოლიციის შენობაში მიმიყვანეს. ანუ ეს არ უნდა ეწეროს კანონში, მოკლედ. პოლიციის შენობაში თუ მიმიყვანეს, უკვე ბრალდებული ვარ. მიუხედავად ამ იმისა, ეგრევე წამიყენებენ ბრალს თუ თქვა 48 საათის შემდეგ. როცა თქვენ შეგიზღუდეს თავისუფლება. ეს არ არის და ასე თქვათ გამოკითხვის თუ როგორც მოწმეს ისე გკითხავენ, ხო, მაშინ არა. მაგრამ თუ უკვე გეუბნებიან რომ თქვენ დაკავებული ხართ, აი ის რომ მოგივიდეთ და გამოკითხოთ და მოწმეობა გასაგებია. ხო. ბრალი უნდა წამიყენონ 48 საათში. დაკავებიდან 48 საათში. ხო. თუ არ წამიყენეს? თუ არ წაგიყენეს, უნდა გაგიშვან. ჩემ თავზე რატო ყვები კაცო? და თუ ისა მოქალაქეს თუ წაუყენეს თქვათ ბრალი 48 საათში, მერე რა ხდება? მერე ხდება შემდეგ 24 საათში უნდა წარადგინონ სასამართლოში. ბრალის საყენებიდან 24 საათში იქ სასამართლოზე რა ხდება? სასამართლოში. ანუ რა სასამართლოში არის ასეთი ტერმინი აღმკვეთი ღონისძიება, სადაც აღუკვეთენ, ასე ვთქვათ, ოფიციალურად დაარტყავს ბეჭედს მოსამართლე განიხილავს მხოლოდ აღკვეთ ღონისძიებას და არა იმას, რამდენად კანონიერია წაყენებული ბრალი? თუ უბრალოდ ვერ ასწრებს ამის განხილვას? არა, აქ რა ხდება, იცით, მოსამართლე წყვეტს ეს პიროვნება მთავარი სასამართლოს ხდომის ჩანიშვნამდე უნდა ანუ მარტივად რო არ დავძებოთ მოქალაქე ციხეში ისე იგი უნდა იჯდეს თუ ქარით უნდა იყოს სრული გამოძიების დასრულებამდე ხო პროკურატურაში ხომ მიდის გამოძიება პოლიციაში პროკურატურაში სრული გამოძიების დასრულებამდე ანუ სანამ მიურჩიან და სანამ საქმე გაირჩევა ასე ვთქვათ სასამართლოში მანამდე უნდა იყოს გარეთ თუ უნდა იყოფებოდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ანუ მოსამართლე ამ დროს რამდენად კანონიერად იმას რა თქმა უნდა არ განიხილავს, მე განიხილავს საქმე, საქმის კანონიერებას არ განიხილავს, აღკვეთის სახეს განიხილავს. ამ დროს შეიძლება გათავისუფლდეს ადამიანი თავდებობით რას ნიშნავს? როგორც პირადი თავდებობით, ახლა ესეთი რამე პირადი როგორც საკუთარი, ანუ საკუთარი სიტყვას გაძლევთ რომ არ გავიპარები. ახლა ძირითადად უფრო პრაქტიკაში არის ხოლმე რომ პარლამენტარები ან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მწერალი ვიღაც კომპოზიტორი რა ვიცი ადამიანი ერთი ან ადამიანთა ჯგუფი არის გირაოს ასე ვთქვათ გადახდა ფულადის სახით რომლის დროსაც ესეც ხშირად საკამათო თემა გამხდარა. თუმცა რა ყოველთვის გვისაუბრია ხა 50 თუ რამე დანაშაული მას ვიხდი 50000 და რატო არ გავიქცევი ძალიან მიკვირს. ხო, აი ეგეც არის რომ გამოდის ბრალდების ხარე და ამბობს რომ ვთქვათ 5000 ლარი საკმარისი იქნება იმისათვის რომ უზრუნველყოს ამ პიროვნების გარეთ ყოფნა. მანამდე თუ ის 5000 ლარს არ გადაიხდის, ის დაემალება გამოძიებას, შეაშინებს მოწმეებს გადაყლაპავს პროკურორს ასე ვთქვათ და ის რომ თუ 5000 ლარი გადაიხადა ყველაფერს ამას უზრუნველყოფს ეს არის რა ვიცი ხა ხო ნუ ეს რაღაცა მაინც ხონდა არა საიდან მოვიდა 5000 ამის დასაბუთება არის საჭირო აი წინა პერიოდში წინა წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ის გამოვიცვალეთ ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ფორმაციას ახალი სახელმწიფო იქმნებოდა 90-იანი წლებიდან შემდეგ სხვადასხვა ხელისუფლება შეიცვალა და ყოველთვის უკეთესობისკენ გვინდა რომ იყოს კანონები თქვათ ევროპიდან ამერიკიდან წერთ ამ კანონებს რაღაცას ვაშალაშინებთ რაღაცას უკეთესობისკენ ვაკეთებთ მაგრამ საპროცესო შეთანხმებების ეს ყვადაღებული თემა იყო წინა წლებში ძალიან
რომელიც ხშირად არაადეკვატური იყო დანაშაულისა. შეკრებითობის პრინციპი, რომელიც შეიცვალა უკვე შარშან 2013 წელს და მე ვთვლი, რომ ძალიან შეიძლება რაღაც დადებითი უარყოფითი თვისებებიც ჰქონდეს ამას, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ჩაიდინს ქურდობას არაერთ გზის, შეიძლება 100 ჯერ ჩაიდინოს, ის დიდი წლები, ასე ვთქვათ, შთანთქავს დიდი საშელი, პატარა საშელს და სასჯელამდე სანამ მივალთ. ახლა ცოტა ისეთი უცნაური კითხვა შეიძლება მოგეჩვენოთ. რა არის ის გამომწვევი მიზეზი, რატო ჩადის ადამიანი დანაშაულს? ხო, ეს ფსიქოლოგიური მომენტია, აი ბოროტებით მართალია, დანარჩენი უცოდინრობით? სწორი ის არის, არც ბოროტებით, არც უცოდინრობით. აი ესეთი კითხვა რომ დავსვათ, ადამიანი როცა იპარავს რაღაცას, შიმშილის გამო იპარავს თუ ჩვენ მოშიმშილე მათხოვრები ვინახავს, რომლებიც არის კიდეც რომ თუ პურს იპარავს ერთ პურს და თან ჭამით გამოდის მაღაზიიდან, რა თქმა უნდა შია იმას, მაგრამ თუ მთელ კონტეინერს მოიპარავს, ახლა ის საჭმელად არ უნდა, ხო, გასაგებია. ხო და აი მარტო ის რომ გაჭირვება აქვს სახლში პურის ფული არა აქვს და რაღაც, მარტო მთლად ეგეც არ არის. ანუ ადამიანში თუ არ ზის ეს რომ გინდა თუ არა უნდა მიდრეკილება თუ არა აქვს. როგორ ეს იგივე ქურდობა, იგივე ნარკომანია, იგივე ეს არის დაავადება, ასე ვთქვათ. ნარკოტიკი თავადდება ადამიანი როცა გასინჯავს, ქურდობით ალბათ რაღაც სისხლში უნდა კონდეს, რაღაც მიდრეკილება, წრე გარემო ისეთ ადგილას მოხდეს, ისეთ ხალხში. ანუ ეს მაინც უფრო სოციალური მნიშვნელობის, რატო ჩადის ადამიანი დანაშაულს, უფრო სოციალური მნიშვნელობის კითხვა არის, ვიდრე სამართლებრივი, თქვათ, ხო? ალბათ, კი, სამართლებრივად ქურდობა და დანაშაული არის დასჯადი და სხვადასხვა კვალიფიკაცია ენიჭება. აი, მაგალითად, ეხლა ხშირად არის ხოლმე ესეთი ისა, ჩინოსნებზეც და არაჩინოსნებზეც ნასამართლობის საკითხი, როდის ითვლება ადამიანი ნასამართლები, როდის არ არის ნასამართლები, რას ნიშნავს პირობითი მსჯავრი. ხშირად ყოფილა ესეთი შეკითხვა ნასამართლე, ანუ პირობითი ბოდიშით ეხლა სტუდიიდან მაცნობებენ რომ რეკლამის დრო არის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო პატივცემულო ტელემაყურებლებო. შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს სტუდიაში 25 44 00. დაგვირეკეთ, შეგვეკითხეთ, გიპასუხებთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის მოქალაქის უფლებები სისხლის სამართლებრივი დევნის დროს და მასთან დაკავშირებული საკითხები და დღეს გადაცემა მიყვავს მე იოსებ შველიძეს და კობა კობიაშვილს. ბატონ კობა, რეკლამის გასვლამდე ჩვენ ასეთ თემაზე ვსაუბრობდით. ეს არის რას ნიშნავს ნასამართლობა, პირობითი მსჯავრი და აი ასე ეს თემები რას ნიშნავს, აბა? კი ბატონო, ესე იგი ნასამართლობა და პირობითი ნასამართლები არის პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ იმყოფებოდა საშელ აღსრულების დაწესებულებაში. ანუ მსჯავრი მოსამართლემ რაც დასდო განაჩენით, გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, განაჩენით, სასამართლოს განაჩენით, ადამიანი შეიძლება იყოს ნამყოფი საშელ აღსრულების დაწესებულებაში ან არ იყოს ნამყოფი, ანუ პირდაპირ მიესაჯოს პირობითი მსჯავრი. პირობითი მსჯავრი პირდაპირ ესჭება, როდესაც ხდება საპროცესო შეთანხმება. აი მაგალითისათვის მოვიყვანოთ, თქვათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მინიმუმი ზღვარი არის 4 წელი, ანუ მოსამართლეს არ აქვს უფლება 4 წელზე ნაკლები მიუსაჯოს, მაქსიმალური იმისთვის, თქვათ ეს ქურდობა, ქურდობის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ნაწილი ამუხლის და არ აქვს უფლება მიუსაჯოს 7 წელზე მეტი. ასევე ბრალმდებელს პროკურორს არ აქვს უფლება მოითხოვოს აღნიშნული მუხლიდან 7 წელზე მეტი და ადვოკატსაც არ აქვს უფლება მოითხოვოს 4 წელზე ნაკლები იმ დანაშაულისთვის, თუ რა თქმა უნდა მტკიცდება და აღიარებულია დანაშაული. მაგრამ თუ ფორმდება საპროცესო შეთანხმება, რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება, როდესაც შეიძლება აღიარო ბრალი პიროვნებამ, დამნაშავემ, რომ მე ვარ დამნაშავე და მოდით შევთავაზოთ პროკურატურას, რომ ვიჯდები 1 წელი და დანარჩენი, ვთქვათ, რასაც მომისჭით, შეიძლება 5 წელი მიუსაჯოთ, 4 წელი მიუსაჯოთ, ვთქვათ, მიუსაჯეს მინიმუმი 4 წელი. ამ 4-დან 1 წელს იჯდება რეალურად
საშელახსრობის დაწესებულებაში და დანარჩენ 3 წელს ჩაუთვლიან პირობით მსჯავრად. ესეთი პირობითი მსჯავრის დროს, ანუ როდესაც დატოვებს ადამიანი 1 წლის შემდეგ დაწესებულებას, 3 წლის განმავლობაში თუ ჩაიდენს სხვა ნებისმიერ სასჯელს, დანაშაულს უგაცრავად, მაშინ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს დაემატება ეს 3 წელი სასჯელი. 3 წელი თუ თქვა რაც დარჩენილია, აი წელიწადნახევრის შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა, სრულად 3 წელი დაემატება იმას, ამას ტერმინად ასე თქვა წლების გაცოცხლებას ეძახიან ხოლმე და ბევრი პატიმარია, რომელსაც პატიმარი კი არა და მსჯავრდებული, რომელსაც თუნდაც ბრალდებული სანამ მიურჩიან შიშია ამისი საზოგადოებაში, რომ ვიღაცამ კიდევ რამე არ ჩაიდინოს შემთხვევით ან რამე არ გაუჩალიჩონ ასე თქვა ჭყალებში და პლუს ანუ ბევრს ურჩევნია რომ მიჯდეს 3 წელი თქვა და თავისი დროით გამოვიდეს პირობითი მსჯავრის გარეშე. ეს ალბათ ადამიანის ფსიქოლოგია. ეს იცით როგორ მაშინ ასე გეტყვით ვინმე რამე არა, თავში არ არის დარწმუნებული, თავში რო არის კაცი დარწმუნებული, ვინ რა უნდა გააკეთებინოს. თავში არ არის დარწმუნებული და ურჩევნია იჯდეს იმ 4 კედელში, ვიდრე მიყოს გარეთ რო ვიღაცა არ შეაცდინოს და ვინ უნდა შეაცდინოს თუ თავში არ არის და თუ ხარ დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ესეთი არ ანაღულებთ ასე ვთქვათ იმ ადამიანებს, რომელთაც შემთხვევით ჩაიდინეს დანაშაული, შეიძლება ავარია მოხდა, შეიძლება. აი, ჩაიდინეს დანაშაული, ვთქვათ, იჯდა ციხეში. როდის თუ სწორად ხმარობ ტერმინს, მე სისხლის სამართლის სპეციალისტი არა ვარ, როდის ქარწყლდება სასჯელი თუ დასჯელი მოდით ესე ვთქვათ, უცბად გეტყვით, არ შევაწყინოთ პრობლემას თავის, დანაშაული არსებობს, ასე ვთქვათ, ნაკლებად მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული არა უმეტეს 5 წლისა, მძიმე დანაშაულად ითვლება 5-დან 10 წლამდე, როცა არის განსაზღვრული მუხლით დანაშაული და განსაკუთრებით მძიმედ 10 და მეტი წელი, როცა ესჯება. ამისათვის გარკვეული წლებია შესაბამისად. რომ ნახევარი თუ გავიდა, თქვათ ნაკლებად მცირე დანაშაულისათვის, თქვათ უნდა გავიდეს, თქვათ 5 წელი სიტყვაზე, ხო? ნახევარი თუ გავიდა, შეგიძლია შეიტანოს შეწყალებაზე განცხადება და გაგინახევრონ. რას ნიშნავს მესამედი, ნახევარი და 2/3. როზი ხარ მაშინ შეწყალებაზე? არა. გამოსული ხარ ციხიდან და გიქარწყლები. თუ გინდა რომ გაგიქარწყლდეს ვადაზე ადრე, მაშინ ეს რაღაც განცხადებით უნდა მიმართო. ავტომატურად ქარწყლება თუ გავიდა ის. კიდე იმდენივე დრო? აი თქვათ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გავიდა 5 წელი, 6 წელი. ანუ 5 წელი თუ იჯდა ადამიანი რო გამოვა, 5 წელი კიდე უნდა გავიდეს. კიდე უნდა გავიდეს. ხო, კიდე უნდა გავიდეს და თუ უნდა რომ სანამ ის 5 წელი გავა, მანამდე ხო ასე ვთქვათ დაჩქარდეს, მაშინ უკვე განცხადებით ვის უნდა მიმართოს? შეწყალებით მიმართოს პრეზიდენტის სახელზე იწერება შეწყალების მაგაზე. ხო, განცხადება. ნუ ახლა შეწყალება რას ნიშნავს? რას ნიშნავს შეწყალება და შეწყალება, ეხლა უყურეთ, ეს თუ გაქარწყლება უნდა, ხშირად გვესმის ეხლა ტელევიზიით შეწყალება და ამინისტია. ხო. რას ნიშნავს შეწყალება, როცა თვითონ ეს უკვე გავიგე, რომ გამოვა და გაქარწყლება რომ უნდა მაშინ წეს, მაგრამ შიგნით როზის ციხეში მაშინ რომ უნდა შეწყალება, რას ნიშნავს შეწყალება და რას ნიშნავს ამინისტია? სანამ მაგას გეტყვით, გარეთ როცა არის გარდა იმ გაქარწყლებისა, პირობითი მსჯავრით ანალოგიურად გარკვეული ვადის შემდეგ შეუძლია რომ შეიმსუბუქოს. იგივენაირად შეწყალებაზე შეიტანოს. შეწყალებასა და ხშირად ერჩილებათ როგორც პატიმრებს, ისე მათ მშობლებს, პატიმრებმა უფრო იციან, ხო პატრონი ხო მშობელი იქნება, მეუღლე იქნება, ვინც იქნებათ. შეწყალებას გამოსცემს პრეზიდენტი ინდივიდუალურად და ამნისტიას გამოსცემს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი. ინდივიდუალურად, აი პიროვნულად გამოიცემა ადამიანზე. ბოდიში ზარი არის სტუდიაში. გისმენთ? ვინ დაიცავს აი იმ პატიმრების უფლებებს, ვინც ძალიან უკანონოდ, უსამართლოდ სტანან დღეს ციხეში. ციხიდან დარეკილი უკანონო მობილური ტელეფონით, გადმორეკილი სულ ციხიდან დარეკილი ზარებით, არავინ არ აგო პასუხი და დაკავებული
ვისანაც იყო ეს განხორციელებული ტელეფონის ზარები მხოლოდ და მხოლოდ ციხიდან, ციხეში შეტანილი მობილური ტელეფონებით. მიგვასწავლეთ და რაღაცა გვასწავლეთ და რაღაცა გზა მიგვანიშნეთ, რომ როგორ მე აი ამ ჭაობიდან რომელ ჭაობშიც ჩვენ გვითრევენ, იმ ჭაობიდან როგორ ეს როდის ხდება, რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს? არა, ქალბატონს მადლობა ქალბატონო, არა, ესეთი კითხვა ქონდა დაახლოებით როგორც სწორად გავიგე. ციხიდან რო ხორციელდება სატელეფონო ზარები, მობილურები, აი რამდენად კანონიერია ეს და როგორ შეიძლება ამის აღკვეთა? საერთოდ მობილურის როგორც ასეთი ტელეფონის შეტანა არის აკრძალული ციხეში, არ შეიძლება და მობილურ ტელეფონს დამერწმუნეთ მე ხშირად მიწევს ციხეში ყოფნა და მობილურ ტელეფონს კი არა ნემს ვერ შეიტან ციხეში თუ არ დაგეხმარა ციხის ადმინისტრაციას გულისხმობ კი არა და სწორად ვამბობ ის თანამშრომელიც ადმინისტრაციის გარეშე ფეხს ვერ გაანძრევს აი ეს კარებში ვინც დგას ასე ვთქვათ გამორიცხულია ნემს ვერ შეიტანთ იქ ისეთი სიმკაცრეა და ისეთი ჭხრება ეხლა რა თქმა უნდა მოკვლევა აღარ ტარდება აღარ ქვია მაგას ახლა ეს ცოტა ძველი ტერმინია გამოძიება მაგრამ ჯერ გასარკვევია მობილურიდან დაირეკა თუ არა იმიტომ რომ ციხეს უფრო ადრე ხდებოდა მობილურებით და რეკვები, ეხლა რამდენად ვინმეს აქვს მობილური არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივ ოფიციალურად ირეკება ციხიდან, ბარათები არსებობს მაგისათვის. შეიძლება დარეკოს. რა თქმა უნდა, ის, აი თქვათ, რეკავს პატიმარი და ჩვენ გთხოვს ახლობელს, რომ კოდი ვუკარნახოთ, ჩაიწერს კოდს, იმ 5 ლარიანი, თქვათ 10 ლარიანი, 20 ლარიანი ხო ბარათის და ის შეყავს მერე და იმით ოფიციალურად ლაპარაკობს. ტელეფონია ჩვეულებრივ ხაზის ტელეფონი ესეთი ტელეფონი რომელიც კოდით შედის და შეიძლება ნების აი რომ გამოდიან სასეირნოთ რაღაცა დაარეკოს არა თავისი დრო აქვს ყველას ახლა როცა უნდა მასე ვერ რეკავს და რაც უნდათ ის შეუძლია ილაპარაკოს იმ ტელეფონში რაც უნდათ ის შეუძლიათ ილაპარაკონ ახლა ალბათ საავადმყოფოდ ისმინება ეს ტელეფონი მაგრამ თუნდაც ისმინებოდეს ნუ ეს ისმინება ეს არ გვაინტერესებს რაც უნდათ შეუძლია ილაპარაკონ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ რეკავს, ლიმიტი აქვს, თქვა. ეს არის კანონიერი. ეს არის კანონიერი, ხო. იყო პერიოდი, როცა საერთოდ არ არსებობდა ტელეფონი ციხეში, ჩვენ საქართველოს ციხეს ვამბობ და ჰქონდათ მობილურები. მობილურს აგდებდნენ ხანსაგები ეს არ შეიძლებოდა, ეს გავიგეთ. ანუ მობილური დარეკვა არ შეიძლება, სტატიკური ხაზის ტელეფონიდან დარეკვა შეიძლება. თუ დაფიქსირდა, რომ მობილურით არის დარეკილი, ამაზე პლუს იმას რაც დანაშაული აქვს ციხიდან გაუსვლელად დაუმატე ანუ შედგება სასამართლო პროცესი და 2-დან 4 წლამდეა თუ არ ვცდები თავისუფლების აღკვეთა მაგასთან ჯობია დაირეკოს ხაზის ტელეფონიდან გაყოფილ დროს და რაც შეეხება ალბათ ქალბატონი გულისხმობდა იმას რომ ძირითადად ასე ვთქვათ ფულთან დაკავშირებით რეკავდნენ ხოლმე და სხვა ადამიანებს ურეკავდნენ აწუხებდნენ ეს კიდე პლუს სხვა დანაშაულია გარდა იმისა რომ მობილურის ხმარებაა დანაშაული ასე ვთქვათ ოფშიაკებს რომ ეძახდნენ ძალიან ბევრი ადამიანი დაიჭირეს მაგაზე, ბევრი ტყუილადაც დაიჭირეს, ბევრი რაღაც ფულს ითხოვდა, ხო, რა თქმა უნდა, ბევრიც სამართლიანი და ამიტომ ისე რომ ვინც იქიდან მობილური დარეკა თუნდაც თუ ან არ დარეკა მობილურით ის უნდა დავიჭიროთ და გინდა თუ არა დამნაშავე, ამისათვის უნდა ჩატარდეს გამოძიება და პირველ რიგში თუ ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება, უნდა მივმართოთ საშელახსოვრების დეპარტამენტს, ჯერ რომ დავაფიქსიროთ რომ ესეთი რამე მოხდა და მთავარ პროკურატურას შემდგომ რომელიც დაავალებს ვისაც საჭირო იქნება. აი ეს თვითონ იციან პროკურორებმაც და სასჯელახსოვრის დეპარტამენტი. ხო და ვერ დავამთავრეთ ის წეგანასაც მოდით იმას დაუბრუნდეთ ანუ შეწყალებას აკეთებს პრეზიდენტი. შეწყალებას აკეთებს პრეზიდენტი, ძირით ნებისმიერ დროს შეუძლია შეიწყალოს პიროვნება პრეზიდენტმა. არის დანაშაულები რომელთა მესამედი უნდა გავიდეს, უნდა იჯდეს ადამიანი რომელიც შეწყალების აქვს. ხო, კანონში წერია პირდაპირ. კანონში პრეზიდენტ შეუძლია თხოვნის გარეშეც შეიწყალოს აქვს ამისი უფლება, მაგრამ კანონში წერია რომ აი თქვათ რაღაც დანაშაულისთვის არის მესამედი უნდა გავიდეს, რაც მიუსაჯეს იმისი, რაღაცაზე ნახევარი უნდა გავიდეს, რაღაცაზე რომ მოთხოვნის უფლება ქონდეს. ბრალი დასდეს დღეს დასდეს ბრალი. ხვალ შეუძლია პრეზიდენტ შეიწყალოს? ხვალ შეუძლია პრეზიდენტ შეიწყალოს თავისი ინიციატივით. გასაგებია, ხო. და ანუ პრეზიდენტი იწყალებს
პიროვნებებს. პიროვნებას. რას ნიშნავს სოშველიძეს, კობიაშვილს ასე ვთქვათ. ამნისტიას გამოსცემს პარლამენტი, რომელიც ეხება გარკვეულ მუხლებს. ამ მუხლით შეიძლება სრულად გათავისუფლდეს ადამიანი თავისუფლების ახვეთისაგან. რაც ჩაიწერება ამნისტია კანონი არის. კანონის ფორმა აქვს და მუხლობრივად იქ წერი ამ მუხლს ეს მუხლი განახევრდეს ამ მუხლით ბრალდებულნი სულ გაუშვან იმ მუხლით მესამედი გახდეს ასე ხო? ეს შეიძლება შეეხოს პირობით მსჯავრსაც, შეიძლება არ შეეხოს. ამიტომ შეიძლება ეს დიფერენცირებულადაც იყოს. ეს ეხება მარტო კანონი ამნისტიის შესახებ აი წინა წლებში 2008 და 9 წლებში იყო თუ 10 წლებში იყო თუ არ ვცდები, ისეთი ძალიან მსუბუქი ამნისტია ძირითადად შეეხო ნაკლებად ძიმე დანაშაულებს, მაგრამ იყო ძალიან ესეთი დიდი ამნისტია 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, 28 დეკემბრის ამნისტია, რომელითაც ახალი წლების შემდეგ ძველით ახალ წლებზე გათავისუფლდა რამდენიმე 1000 ადამიანი. იქნა ამნისტირებული მძიმე და განსაკუთრებით, ანუ ყველას შეეხო. აბსოლუტურად ყველა დანაშაულს შეეხო. ძალიან ბევრი ქალი გამოვიდა საშელახსოვრების დაწესებულებიდან. ანუ განცხადებით შეუძლიათ ოჯახის წევრებს მიმართონ შეწყალების თაობაზე კომისიას შესაწყალებლად ვთქვათ. რა თქმა უნდა. და კომისია განიხილავს საკითხს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელსაც მერე ხელს აწერს ან არ აწერს რეკომენდაცია აკეთებს პრეზიდენტის სახელზე. რომელსაც ხელს აწერს ან არ აწერს პრეზიდენტი. პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი ასე. ნუ ძირითადად აწერს ასე. ეხლა საქართველოში უფრო აქტუალური არის ეს ნარკოტიკული დანაშაულებები. ჩვენ შევეცდებით რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ახლო მომავალში განსაკუთრებით მარტო ამ საკითხზე ვესაუბროთ, მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, რამდენად მკაცრია საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულებები, თუ სწორად გამიგეთ? მე კიდე ერთხელ ტელემაყურებლებს ბოდიშს მოვხდი, მე თვითონ არა ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, შეიძლება სწორად არ მოვუწ ტერმინებს და არის საერთოდ დანაშაული? ამ თემაზე არის ძალიან დიდი დისკუსია, როგორც სამედიცინო სფეროში, ისე იურისტებში. ხო, მე თვითონ პროკურორებთან მისაუბრია, მოსამართლეებთან, ასე ვთქვათ, მეგობრული საუბრებით, ადვოკატებთან, სადაც ყველა ერთად ვთანხმდებით რომ თუ ეს არის დანაშაული, განსაკუთრებით ძალიან დიდია ამისათვის შავი. ამ შემთხვევაში მომხმარებელს გულისხმობ, ახლა რეალიზატორებზე არაა საუბარი. ნუ მომხმარებელზე მოკლედ რომ ვთქვათ, მარტო მოხმარებაზე თუ დაიჭირეს ადამიანი, როგორც ვიცით, ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და თუ ასე ვთქვათ, ფაქტით დაიჭირა, ანუ ნარკოტიკული საშუალება თუ აქვს, იმაზე არის 260 მუხლი, რომელიც პირველი, მეორე, მესამე ნაწილები და მე რისი თქმა მინდა. როგორც დაიჭირეს თქვენ გულისხმობთ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ თუ არა, შეიძლება არ იყოს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ჯიბეში ედოს, ჩანთაში ედოს, სადაც ედოს. ადმინისტრაციული ჯარიმა არის, როცა ზემოქმედების ქვეშ. კი, ჯარიმა ზემოქმედების. ჯიბეში არაფერი არ უნდა. ჯიბეში არაფერი არ უნდა. მაგრამ თუ იგივე რაოდენობა რაღაც სათავისოდ არა აქვს მნიშვნელობა ზემოქმედების ქვეშ იქნება თუ მაგრამ სათავისოდ მიაქვს. მაშინ არის დანაშაული, მაგას თავისი ზომები და წონები აქვს, დოზები ასე ვთქვათ, ძალიან მცირე გააჩნია ნივთიერებას. და მიუხედავად იმისა, რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, ხომ ყოველთვის ვთანხმდებით, რომ სასჯელი ნარკომანიისთვის არის ძალიან დიდი. აი იმას მარიხუანას პლანს რომ ვეძახით, პატარა რაღაც ისეთი რომ უპოვონ. ასამთის კოლოფს. ხო, თუნდაც წონას არ აქვს ახლა ისე დიდი მნიშვნელობა. არის პირველი ნაწილი 260 მუხლის, რომელიც ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აკვეთას, უკვე პირველი ნაწილი არის განსაკუთრებით დიდი უკვე პირველი ნაწილი შევახსენებ და ვეტყვი რომ პირველი, მეორე და მესამე ნაწილი იმას ნიშნავს, რომ პირველი ყველაზე მსუბუქია, მეორე უფრო მძიმეა და მესამე უფრო მძიმე არის და თქვენ წარმოიდგინეთ პირველ ნაწილში უკვე 11 წელია. რა თქმა უნდა, რაღაც სანქციები უნდა იყოს ნარკოტიკებზე. მე არ ვამბობ გასაღებებზე, რომელთაც ასე ვთქვათ ტონობით შეიძლება გაასაღონ და ისინი რა თქმა უნდა დაიჭიროს. თუნდაც კილოგრამობით. ამასინათ იყო საინფორმაციო გადაცემა 7 კილოგრამი დაუჭირეს და ჩემთვის მინდოდავა. ხო, ნუ 7 კილოგრამი თუ ეს იქნება ჰეროინი, ეს არის რამდენიმე 1000 დოლარის. ხო და ჩემთვის მინდოდა. რამდენიმე მილიონი დოლარის 1000 კი არა. ჩემთვის მინდოდა. ხო, შეიძლება ფული თავისთვის უნდოდა. ხო, ფული თავისთვის უნდოდა. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ უბრალოდ ნარკოტიკი დაგიჭირონ და ჯიბეში და ამისათვის იყოს თავისუფლების აკვეთა 7-დან 14 წლამდე, 8-დან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აკვეთა, ეს
ეს არის ძალიან ცუდი და წარმოუდგენელი. Რა თქმა უნდა, ეს ხალხი იზოლირებული უნდა იყვნენ საზოგადოებისგან, ეს იქნება სამკურნალო დაწესებულება, ეს იქნება ნებისმიერი სხვა. უფრო უპრიანია სპეც რაღაცის გამეტანი შეიძლება თუნდაც შეზღუდული კონდეს დაწესებულება არ იყოს, მაგრამ რაღაც შემოღობილი ტერიტორია, სადაც უფრო ჯანმრთელი ცხოვრებითი ცხოვრებენ, თლად ციხეც არ ერქმევა და კოლონია, უფრო თავისუფალი გადაადგილება იქნება, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ექნებათ ისინი ხო მე ასე ვთვლი რომ ეს უფრო ავადმყოფობაა და მათ არ აქვთ ნებისყოფა თავი შეიკავონ რაღაც ამ ნარკოტიკის მოხმარებისგან და შესაბამისად შეზღუდულები იქნება ამ ხრივ თავისუფლების აღკვეთის ის 1 და 2 წელი რომელიც ხშირად საპროცესო შეთანხმება კეთდება ხოლმე და ეხლა წამოვიდა ბოლო 1 წელიწადს ეს ტენდენცია რომ ადრე დიდ თანხებს ახდევინებდნენ და ეხლა არაფერს არ ახდევინებენ ეს ასე ვთქვათ ცოტა შეიძლება არასწორი თქმა იყოს მაგრამ სამკურნალო საშუალება და წვევლინება როცა 1 წელი და 2 წელი იძულების წესი მე გამიგია ხო აღკვეთილია იჯდეს იმიტომ რომ ის ნარკომანი გარდა იმისა რომ ვნებს თავის ჯანმრთელობას ვნებს სასტიკად ანგრევს ოჯახს დედას შვილს ცოლს სულ ისინი ეს ხალხი არიან გაწამებულები. გაგებული მაქვს რომ ნარკომანს რო იჭერენ ოჯახის წევრებს უთქვიათ რომ გვირჩევნია იჯდეს იმ ციხეში 3-4-5 წელი უფრო გადაეჩოვა და გამოსწორდება ვიდრე სახლში რო ყვავდეს. და გეტყვით რატომ ეს? იმიტომ რომ მათ აქვთ მკაცრი გამოცდილება. სასტიკი გამოცდილება. განა ის კი არა რომ ნების ყოფა ერთია და მე გეტყვით რატომ არის ეს სიმწარე რომ ადამიანებმა ხალხმა ოჯახებმა გაყიდეს სახლები, გადაიხადეს 10,000, 20,000 ლარები საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს და არავის არ უნდა თავის შვილი და ქმარი იჯდეს ხო ციხეში ან ცოლი და გამოდის და ერთ კვირაში ისევ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი ქირით წელებზე ფეხს იდგავს და გამოდის და ის ისევ წამლისკენ მიდის. აი ეგ არის ის რო არ ყოფილიყო ის თანხა გადახდილი ის, ნუ რა თქმა უნდა, ახლა იყოს რაღა იქ უნდა იყოს, სახლში იყოს, ხო, მაინც, მაგრამ აი ეს ცუდი რაღაცებიც ხდებოდა. გასაგებია, ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ პატივცემულ ტელემაყურებლებს პირდებით რომ ჩვენ ამ საჭირბოროტო საკითხს უახლოეს მომავალში დაუბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.